რუსთაველი ახალგაზრდების ინიციატივა ქალაქის გასააქტიურებლად. ახალგაზრდები ქალაქის ტურისტული ღირებულების გასაზრდელად იალღუჯას მთაზე პარაპლანით ფრენებს აწყობენ. ადგილი მარტივად მისასვლელია და პილოტების აზრით ვიზიტორების დაინტერესებას გამოიწვევს. ქალაქში ახალგაზრდების გააქტიურების იდეას შეუერთდა მაჟორიტარობის კანდიდატი. ირმა ნადირაშვილმა უჩვეულო ამპლუა მოირგო. აირში ვართ ბედნიერები. გასართობი აქტივობებით ნაკლებად განებიურებულ რუსთავში ადგილობრივმა ახალგაზრდებმა პარაპლანის საფრენი კლუბი შექმნეს. მათი მიზანი ქალაქის გამოცოცხლება და მისთვის ტურისტული ღირებულებების შექმნა. ახალგაზრდა პილოტები იაღლუჯას მთაზე მსურველებს როგორც სოლო ისე ტანდემ ფრენებს თავაზობენ. ახალგაზრდებმა აქტივობების განხორციელება მას შემდეგ დაიწყეს, რაც დაზვერვითი სამუშაოებით ადგილის უსაფრთხოება და განვითარების პერსპექტივები დაადგინეს. ძირითადად ახალგაზრდობა რუსთავში ჩამოდის, რატომ რომ მივიდეს სახში და დაждდეს და დაისვენოს, რომ დაიძინოს. მეტი არაფერია. მეტი აქტივობა რუსთავში არასდროს არ ქონია. ეხა ეს აქტივობა არის ესეთი, რომელიც გაახალისებს არა მარტო ახალგაზრდებს, არამედ ძველგაზრდებსაც. ანუ ბევრმა იფრინა მრავალი ასაკის ადამიანს, სხვადასხვა ასაკის ადამიანმა, დაწყებული ბავშვებიდან დამთავრებული პენსიონერი ხალხითაც კი. X-კავკასუსის სერტიფიცირებულ პილოტებს ტრენინგები თურქეთში აქვთ გავლილი. ისინი ფრენით დაინტერესებულთათვის სასწავლო კურსის მომზადებას გეგმავენ, სადაც მომავალ კოლეგებს გადაამზადებენ. სპორტის ამ სახეობის პოპულარობის მიუხედავად საქართველოში პილოტებისთვის ეროვნული ლიცენზია არ გაიცემა. ახალგაზრდები იმედს გამოთქვამენ, რომ მთავრობა ამ საკითხით დაინტერესდება და პილოტების ლიცენზირება ეროვნულ დონეზე დაიწყება, რაც ფრენის მსურველების უსაფრთხოების გარანტიას კიდევ უფრო გაზრდის. სკოლის გაკეთებას ვაპირებთ. ყველას შეუძლია, ვინც არის ინსტრუქტორი და რაიმე სახის იურიდიული პირია, შეუძლია რომ მოვიდეს რუსთავში და ასწავლოს სხვა ადამიანს ფრენა. ჩვენ და სხვა კლუბები ამავდროულად ცდილობენ, რომ ეს როგორც კანონმდებლობაში მიიღონ, როგორც სპორტი, იმიტომ რომ ქაოსი ყოველთვის არის ცუდი. პარაპლანის პილოტებს შორის მამაკაცები სჭარბობენ, თუმცა ამის მიუხედავად იზრდება ქალების დაინტერესებაც. რუსულ ახვლედელიძე დამწყები პილოტია, ის X-კავკასუსის კლუბს ახლახანს შეუერთდა და იმედი აქვს, რომ ამ ინიციატივას ბევრი სხვა ქალიც გამოეხმაურება. ბავშვობიდან ძალიან მომწონდა ეს ექსტრემალური სპორტი და ძალიან გატაცებული ვიყავი ამით ხან რაღაც მთიდან ველოთი დაშვებები და ამბები და როგორც ვიცი საქართველოში ბევრი გოგო პილოტი არ არიან. ეგეც ერთ-ერთი სტიმულატორი იყო რა, რომ ანუ მეც ქალი პილოტი ვიქნებოდი საქართველოში რაღაც და იმ ცოტა ქალ პილოტს შორის ვიქნებოდი. რომელიც დაფრინავს. მოკლედ ჩვენ აუცილებლად გავფრინდებით რუსთაველები. ექსტრემალური სპორტით ადგილობრივების დაინტერესება საინტერესო აღმოჩნდა ევროპული საქართველოს რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატისთვის. პარაპლანით ფრენა მან საკუთარ თავზე გამოსცადა. ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ხელს შეუწყობს ყველა ინიციატივას, რაც ქალაქში ახალგაზრდების გააქტიურებას დაეხმარება. ყველა ესეთი ჯგუფის გამოჩენა, რომელსაც აქვს ახალი ინიციატივა, რომ ახალგაზრდები დასაქმდნენ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. რუსთავი არის პრობლემური ქალაქი მხრივაც, რომ ტურისტული პოტენციალი აქ არ არის დიდი და შესაბამისად X-კავკასუსის ინიციატივა და მათი ზრდა სასიხარულო უნდა იყოს ყველა რუსთაველისთვის, იმიტომ რომ აი ასეთი სერვისის შეთავაზება საფუძველს იძლევა, რომ ტურისტების ნაკადი რუსთავში მომრავლდეს. იაღლუჯას მთა თბილისიდან დაახლოებით 37 კილომეტრში, ზღვის ზონიდან 745 მეტრზე მდებარეობს. ადგილის სიახლოვე დედაქალაქთან და მარტივი მისასვლელობა ერთიორად ზრდის მისი განვითარების პერსპექტივებს. იაღლუჯას მთა წლის ნებისმიერ სეზონზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურისტებს ელოდება.